8 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის გენერალ-მაიორ გენო ადამიანის დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა და თანამებრძოლებმა გენო ადამიანის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. გენო ადამია ხელმძღვანელობდა საკუთარი ძალებით ჩამოყალიბებულ სოხუმის 23 ბრიგადას, რომელიც 5000 მოხალისეს აერთიანებდა. მის სახელს უკავშირდება სოხუმის დასაცავად განხორციელებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი და წარმატებული სამხედრო ოპერაცია, შეუპოვრობის, სიმამაცის და გმირობის მაგალითი, ადამიანი, რომელმაც არ დატოვა თავისი ქალაქი და სიცოცხლის ბოლო წუთამდე იცავდა მას. გენო ადამია არ გამხდარა სიკვდილის მერე გმირი. გენო ადამია მანამდეც იყო გმირი ჩვენს თვალში, ჩვენს გულებში. ჩვენ ყოველწელს ვიკრიბებით მის სასაფლაოზე. ის იყო მართლა გმირი სიკვდილამდე. მან ბევრი ახალგაზრდები აღგზარდა და აღგზარდა მეომრებად. ომამდე იყო ჩემი მამა და ომის პერიოდში იყო ჩემი მეთაური. გენო ადამიანს 8 წლის საქართველოს მატიანეში წარუშლელ ნაბიჯად დარჩება ჩვენს მომავალ თაობებს. გენო ადამია იყო უზომოდ შეყვარებული თავის სამშობლოზე. ის ომს უძახდა შრომას. ჩვენ ვიშრომეთ, ჩვენი შრომა ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა აღნიშნოს, გაითავისოს და საქართველოს წინსვლიდან უნდა წაიყვანოს.